გამარჯობა ძვირფასო ხალხო, ღმერთისგან დალოცვილებო, ღმერთის საყვარელო ერთგულო ხალხომ. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გიომ ბენჯამინ ამანდიუშენზე, ფრანგულად გიოლამ ბენჯამინ ამანდიუშენ, დაიბადა 17 სექტემბერს 1806 წელს. ბულონსიურ მერი 15 სექტემბერი 1875, პარიზი, ფრანგი ნევროლოგი, რომელმაც აღადგინა ლუიჯი გალვანის კვლევა და მნიშვნელოვნად განავითარა ელექტროფიზიოლოგიის მეცნიერება. თანამედროვე ნევროლოგიის ერა განვითარდა დიუშენის ნერვული გზების გაგებისა და მისი დიაგნოსტიკური ინოვაციების წყალობით, მათ შორის ღრმა ქსოვილების ბიოპსიით, ნერვული გამტარობის ტესტებით და კლინიკური ფოტოგრაფიით. საქმიანობის ეს არაჩვეულებრივი დიაპაზონი, ძირითადად სალპეტრიერის კლინიკაში მიღწეული იქნა პრობლემური პირადი ცხოვრებისა და ზოგადად გულგრილი სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულების ფონზე. გიომ დიუშენი ნევროლოგია საფრანგეთში დიუშენამდე არ არსებობდა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამედიცინო ისტორიკოსი ჟან მარტენ შარკოს ამ დისციპლინის მამად მიიჩნევს, შარკო დიუშენის წინაშე დიდად იყო დავალებული და ხშირად მას ნევროლოგიის ჩემს მაგისტრად, ნევროლოგიის დარგში მოიხსენიებდა. ამერიკელმა ნევროლოგმა ჯოზეფ კოლინზმა 1866-1950 წლები დაწერა, რომ დიუშენმა ნევროლოგია აღმოაჩინა, როგორც უცნობი წარმომავლობის, სპონტანური ჩვილი, რომელსაც ის ეხმარებოდა ძლიერ ახალგაზრდას. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მიოპათიებში, რომლებმაც მისი სახელი უკდავყვეს: დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, დიუშენ-არანის სპინალური კუნთოვანი ატროფია, დიუშენ ერბის დამბლა, დიუშენის დაავადება, თეიბს დორსელეს. ის იყო პირველი კლინიცისტი, რომელმაც კუნთების ბიოპსია გამოიყენა, გამოგონებით, რომელსაც მან ლჩემპოლ ფაის დიუშენის ტროაკარი უწოდა. 1855 წელს მან ფორმალიზება გაუკეთა ელექტროფიზიოლოგიის დიაგნოსტიკურ პრინციპებს და ელექტროთერაპია შემოიღო სახელმძღვანელოში სახელწოდებით Electrosation localized at an application of physiology, la pathology et la therapeutic. ამ ნაშრომის თანხლები ატლასი Album de Photographies Pathologics იყო პირველი ნევროლოგიური ტექსტი, რომელიც ფოტოებით იყო ილუსტრირებული. დიუშენის მონოგრაფია Mechanism de la physiognomie humaine, რომელიც ასევე თვალსაჩინოდ იყო ილუსტრირებული მისი ფოტოებით, იყო პირველი კვლევა ემოციების ფიზიოლოგიაზე და დიდი გავლენა მოახდინა დარვინის ნაშრომზე ადამიანის ევოლუციისა და ემოციური გამოხატვის შესახებ. გიომ ბენჯამინ დიუშენი დაიბადა საფრანგეთის ბულონსიურ მერის რეგიონში მეზღვაურების ოჯახში. მამის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომ მეზღვაური გამხდარიყო და მეცნიერებისადმი გატაცებით, დიუშენი დუეს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც 19 წლის ასაკში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. შემდეგ ის პარიზელ ექიმებთან სწავლობდა, მათ შორის რენე ლაენეკთან და ბარონ გიომ დიუპუიტრენთან, სანამ ბულონში დაბრუნდებოდა და იქ პრაქტიკას დაიწყებდა. დიუშენი ადგილობრივ ქალბატონზე დაქორწინდა, რომელიც ვაჟის დაბადების შემდეგ გარდაიცვალა. ამან დიუშენისთვის ოჯახთან ხანგრძლივი პირადი სირთულეები და ვაჟთან, რომელიც მოგვიანებით დიუშენს სამედიცინო პრაქტიკაში გაჰყვა, ხანგრძლივი გაუცხოება გამოიწვია და ისინი მხოლოდ მისი სიცოცხლის ბოლოს შეხვდნენ. 1835 წელს დიუშენმა დაიწყო თერაპიული ელექტროფუნქციის ექსპერიმენტები, ტექნიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიგონეს ფრანსუა მაჟანდიმ და ჟან ბატისტ სარლანდიერმა, რომლის დროსაც კუნთების სტიმულირებისთვის კანქვეშ ბასრი ელექტროდებით ელექტროშოკი კეთდებოდა. ხან მოკლე მეორე ქორწინების შემდეგ დიუშენი 1842 წელს პარიზში დაბრუნდა, რათა გაეგრძელებინა სამედიცინო კვლევა. აქ მისი დიდი ასაკის გამო საავადმყოფოში სამსახური ვერ იშოვა და საკუთარ თავს მცირე კერძო სამედიცინო პრაქტიკით ირჩენდა. იგი ყოველდღიურად სტუმრობდა უამრავ სასწავლო საავადმყოფოს, მათ შორის სალპეტრიერის ფსიქიატრიულ ცენტრს. მან შეიმუშავა კუნთების სტიმულაციის არაინვაზიური ტექნიკა, რომელიც კანის ზედაპირზე ფარადულ შოკს იყენებდა, რომელსაც მან ლოკალიზებული ელექტროფუნქცია უწოდა და ეს ექსპერიმენტები გამოაქვეყნა თავის ნაშრომში ლოკალიზებული ელექტროფუნქცია და მისი გამოყენება პათოლოგიასა და თერაპიაში, რომელიც პირველად 1855 წელს გამოქვეყნდა. მეორე გამოცემის ილუსტრირებული დამატება, პათოლოგიური ფოტოების ალბომი Album de Photographies Pathologics 1862 წელს გამოიცა. რამდენიმე თვის შემდეგ გამოიცა მისი ახლა უკვე ფართოდ განხილული ნაშრომის ადამიანის ფიზიონომიის მექანიზმის პირველი გამოცემა, რომ არა ეს პატარა, მაგრამ შესანიშნავი ნაშრომი, მისი შემდეგი პუბლიკაცია, თითქმის 20 წლიანი კვლევის შედეგი, დიუშენის მოძრაობების ფიზიოლოგია, რომელიც მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილია სამედიცინო მეცნიერებაში, შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მისი არატრადიციული პროცედურებისა და ხშირად არასასიამოვნო ურთიერთობების მიუხედავად უფრო სამედიცინო პერსონალთან, ვისთანაც მუშაობდა, დიუშენის მიზანდასახულობამ მას, როგორც ნევროლოგისა და მკვლევარის საერთაშორისო სტატუსი მოუტანა.
იგი ელექტროფიზიოლოგიისა და ელექტროთერაპიის ერთ-ერთ შემქმნელად ითვლება და მან ასევე აჩვენა, რომ ნამდვილი ბედნიერებით გამოწვეული ღიმილი არა მხოლოდ პირის, არამედ თვალების კუნთებსაც იყენებს. ასეთი ნამდვილი ღიმილი მის პატივსაცემად დიუშენის ღიმილს უწოდებენ. მას ასევე მიეწერება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის აღმოჩენა. დიუშენი რამდენიმე წლიანი ავადმყოფობის შემდეგ 1875 წელს გარდაიცვალა. ის არასოდეს არ ყოფილა არჩეული საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში და არც ფრანგულ უნივერსიტეტში ასწავლიდა როდესმე. მე-19 საუკუნის ფიზიონომიის მოდური შეხედულებების გავლენით დიუშენს სურდა დაედგინა, თუ როგორ წარმოქმნიან ადამიანის სახის კუნთები სახის გამომეტყველებას, რომელიც, მისი აზრით, პირდაპირ კავშირშია ადამიანთან. ის, კერძოდ, ცნობილია იმით, თუ როგორ იწვევდა კუნთების შეკუმშვას ელექტრული ზონდებით, რის შედეგადაც დამახინჯებული და ხშირად გროტესკული გამომეტყველება იწერდა ახლახან გამოგონილი კამერით. მან თავისი აღმოჩენები 1862 წელს გამოაქვეყნა წიგნში ადამიანის სახის გამომეტყველების მექანიზმი, ასევე ცნობილი როგორც ადამიანის ფიზიონომიის მექანიზმი. დიუშენი თვლიდა, რომ ადამიანის სახე ერთგვარ რუკას წარმოადგენდა, რომლის ნაკვთებით შეიძლებოდა ფსიქიკური მდგომარეობების უნივერსალურ ტაქსონომიებში კოდიფიცირებულიყო. ის დარწმუნებული იყო, რომ ადამიანის სახის გამომეტყველება ადამიანის სულისკენ მიმავალი კარიბჭე იყო. ლავატერისა და იმ ეპოქის სხვა ფიზიონომისტებისგან განსხვავებით, დიუშენი სკეპტიკურად იყო განწყობილი სახის მორალური ხასიათის გამოხატვის უნარის მიმართ. პირიქით ის დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ გამომეტყველების საკითხვით, პათოგნომიის სახელით ცნობილი, შეიძლებოდა სულის ემოციების სუსტი გადმოცემა გამოვლენილიყო. ის თვლიდა, რომ მას შეეძლო იდეალიზებული ნატურალიზმის დაკვირვება და აღბეჭდვა ბერძნულ ხელოვნებაში დაფიქსირებული მსგავსი და გაუმჯობესებული ცკი გზით. სწორედ ამ ცნებების დასახასიათებლად და მეცნიერულად ჩამოყალიბებას ცდილობდა ის თავისი ექსპერიმენტებით და ფოტოგრაფიით, რამაც განაპირობა 1862 წელს ადამიანის ფიზიონომიის მექანიზმის გამოქვეყნება, ასევე სახელწოდებით ნებების გამოხატვის ელექტროფიზიოლოგიური ანალიზი, რომელიც გამოიყენება პლასტიკური ხელოვნების პრაქტიკაში. ფრანგულად, Mechanisme de la physionomie humaine, ou analyse electrophysiologique de l'expression des passions applicable à pratique des arts plastiques, რომელიც ამჟამად ზოგადად ითარგმნება, როგორც ადამიანის სახის გამომეტყველების მექანიზმი. ნაშრომი შედგება ტექსტის მოცულობისგან, რომელიც დაყოფილია სამ ნაწილად: ზოგადი მოსაზრებების სამეცნიერო ნაწილი და ესთეტიკური ნაწილი. ამ ნაწილებს თან ახლდა ფოტოგრაფიული ფირფიტების ატლასი. დიუშენი, რომელიც თვლიდა, რომ ის იკვლევდა სახის ნიშნების ღვთისგან ბოძებულ ენას. დიუშენი განსაზღვრავს ადამიანის სახის ფუნდამენტურ გამომსახველობით ჟესტებს და თითოეულ მათგანს კონკრეტული სახის კუნთთან ან კუნთების ჯგუფთან აკავშირებს. ის 13 პირველად ემოციას გამოყოფს, რომელთა გამოხატვას ერთი ან ორი კუნთი აკონტროლებს. ის ასევე გამოყოფს ზუსტ შეკუმშვებს, რომლებიც თითოეულ გამომეტყველებას იწვევს და მათ ორ კატეგორიად ყოფს: ნაწილობრივ და კომბინირებულად. სახის კუნთების სტიმულირებისა და პაციენტების ამ იდეალიზებული გამომეტყველების დასაფიქსირებლად, დიუშენი ფარადულ შოკს იყენებდა სახის სხვადასხვა კუნთების ზედაპირზე დაჭერილი ელექტრიფიცირებული ლითონის ზონდების მეშვეობით. დიუშენი დარწმუნებული იყო, რომ მისი პათოგნომური ექსპერიმენტების ჭეშმარიტების ეფექტურად გადმოცემა მხოლოდ ფოტოგრაფიით შეიძლებოდა, რადგან სუბიექტის გამომეტყველება ძალიან წარმავალი იყო მათი დახატვის ან დახატვისთვის, მხოლოდ ფოტოგრაფიას, წერს ის. ისეთივე ჭეშმარიტი, როგორც სარკეს შეეძლო ასეთი სასურველი სრულყოფილების მიღწევა, ის მუშაობდა ნიჭიერ, ახალგაზრდა ფოტოგრაფთან, ადრიენ ტურნაშონთან, ფელიქს ნადარის ძმა და ასევე დამოუკიდებლად ისწავლა ეს ხელოვნება, რათა თავისი ექსპერიმენტები დოკუმენტირებულიყო. ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით, ადამიანის ფიზიონომიის მექანიზმი იყო პირველი პუბლიკაცია ადამიანის ემოციების გამოხატვის შესახებ, რომელიც რეალური ფოტოებით იყო ილუსტრირებული. ფოტოგრაფია ახლახან გამოიგონეს და არსებობდა ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ეს იყო საშუალება, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი სიტუაციის სიმართლის აღბეჭდვა ისე, როგორც სხვა საშუალებებს არ შეეძლოთ. დიუშენი სამეცნიერო განყოფილებაში იყენებდა 6 ცოცხალ მოდელს, რომელთაგან ყველა, ერთის გარდა მისი პაციენტები იყვნენ. თუმცა მისი მთავარი მოდელი იყო მოხუცი, უკბილო კაცი გამხდარი სახით, რომლის ნაკვთებიც აბსოლუტურად უშნორო არ ყოფილიყო, ჩვეულებრივ ტრივიალურობას უახლოვდებოდა. თავისი ექსპერიმენტებით, დიუშენი ცდილობდა აღებეჭდა სწორედ ის პირობები, რომლებიც ესთეტიურად ქმნის სილამაზეს. მან ეს გაიმეორა წიგნის ესთეტიკურ განყოფილებაში, სადაც ისაუბრა სილამაზის პირობების, ფორმის სილამაზის, რომელიც დაკავშირებულია სახის გამომეტყველების, პოზისა და ჟესტის სიზუსტესთან გამოსახვაზე. დიუშენი ამ სახის გამომეტყველებებს სულის ტანვარჯიშს უწოდებდა.
მან მოხუცი კაცის გამოყენების კრიტიკას უპასუხა იმით, რომ ყველა სახე შეიძლება სულიერად ლამაზი გახდეს მისი ემოციების ზუსტი გადმოცემით და გარდა ამისა, თქვა, რომ რადგან პაციენტი სახის ანესთეზიურ მდგომარეობას განიცდიდა, მას შეეძლო სახის კუნთებზე ექსპერიმენტების ჩატარება ტკივილის მიყენების გარეშე. სილამაზე და სიმართლე. სახის კუნთების ადგილმდებარეობის დასადგენად და იდენტიფიცირებისთვის დიუშენი დიდწილად ეყრდნობოდა ჩარლზ ბელის ნამუშევრებს, რომელიც თავის კვლევებში ფსიქიატრიულ პაციენტებსაც იყენებდა. შესაძლოა, დიუშენი თავს არიდებდა შეშლილების ვნებების გადაღებას იმ დროს არსებული ტექნიკური პრობლემების გამო, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ის ამას ესთეტიკური მიზეზების გამო აკეთებდა, რომ შეშლილების გამომეტყველებას სოციალურად მისაღებად არ მიიჩნევდა. ჩარლზ ბელის ნაწერებში ასევე აისახა ინსტინქტური ზიზღი ფსიქიკურად დაავადებულების მიმართ. ბუნების ზუსტი იმიტაცია დიუშენისთვის ნებისმიერი ეპოქის საუკეთესო ხელოვნების აუცილებელი პირობა იყო და მიუხედავად იმისა, რომ ისაქებდა ძველ ბერძენ მოქანდაკეებს სილამაზის იდეალის უდაოდ მიღწევისთვის, მაინც აკრიტიკებდა მათ ანატომიური შეცდომებისა და ემოციებისადმი ყურადღების უგულებელყოფის გამო. ამგვარად მაგალითად სამეცნიერო ნაწილის ბოლოს დიუშენი ასწორებს სამი ფართოდ პატივცემული კლასიკური ბერძნული ან რომაული სიძველეების გამომეტყველებას. დიუშენი ამტკიცებს, რომ ამ სახის გამომეტყველებიდან არც ერთი არ შეესაბამება ბუნებას, როგორც ეს მისი ელექტროფიზიოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა. დიუშენის გავლენ დარვინის ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში, რომელიც ნაწილობრივ დაიწერა სერ ჩარლზ ბელის თეოლოგიურად დოქტრინული ფიზიონომიის უარყოფის სახით, გამოიცა 1872 წელს. ეს წიგნი ავითარებდა დარვინის ბუნებრივი გადარჩევის ევოლუციის თეორიას და ფოკუსირებული იყო ადამიანის ქცევის გენეტიკურ ასპექტებზე. დარვინის ტექსტში შედიოდა დიუშენის ფოტოებიდან აღებული ილუსტრაციები, ხოლო დარვინი და დიუშენი მოკლედ მიმოწერდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ დარვინმა დიუშენის წიგნის თავისი ეგზემპლარი ბრიტანელ ფსიქიატრს ჯეიმს კრაიტონ ბრაუნს 1869 წელს ათხოვა, რომ კრაიტონ ბრაუნმა როგორც ჩანს, წიგნი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში დაკარგა და რომ 1872 წელს კრაიტონ ბრაუნმა სერ დევიდ ფერიე თავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ლაბორატორიაში მიიწვია, რათა ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები, რომლებიც ტვინის მოტორული ცენტრების ელექტრულ სტიმულაციას ეხებოდა. დიუშენის ყველაზე ცნობილი სტუდენტი იყო ჟან მარტენ შარკო, რომელიც 1862 წელს სალპეტრიერის ფსიქიკური ჯანმრთელობის თავშესაფრის დირექტორი გახდა. მან დიუშენის ფოტოგრაფიული ექსპერიმენტების პროცედურა აითვისა და ასევე თვლიდა, რომ სიმართლის მიღწევა პირდაპირი დაკვირვებით იყო შესაძლებელი. მან ფსიქიკური ჯანმრთელობის თავშესაფარში ერთ-ერთ საგამოცდო ოთახსაც კი თავისი მასწავლებლის სახელი დაარქვა. დიუშენის მსგავსად, შარკოც ცდილობდა პაციენტების შესტებისა და გამომეტყველების აღრიცხვას, რადგან თვლიდა, რომ ისინი აბსოლუტურ მექანისტურ კანონებს ექვემდებარებოდნენ. თუმცა დიუშენისგან განსხვავებით, რომელიც თავის ექსპერიმენტებს მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანების სფეროთი ზღუდავდა, შარკო თითქმის ექსკლუზიურად ტრავმირებული პაციენტების, ისტერიკების გამომეტყველების ფოტოგრაფიით იყო დაინტერესებული. ის ასევე ცნობილია იმით, რომ საზოგადოებას ამ ემოციური გამოვლინებების ხილვის საშუალებას აძლევდა თავისი ცნობილი ყოველკვირეული ვნებების თეატრის დაარსებით, რათა იმდროინდელი მოდური საზოგადოება შეშლილების გამოხატვის ხილვის საშუალება მიეცა. ამან დიდი შთაგონება მისცა პოპულარულ კულტურას, მათ შორის გრანგინიოლის თეატრს, რომელიც 1897 წელს გაიხსნა და რომელშიც ალფრედ ბინემ არაერთი წვლილი შეიტანა. ზიგმუნდ ფროიდმა, რომელიც შარკოს კლინიკურ დემონსტრაციებს 1885 წელს დაესწრო, თავისი ცხოვრებისეული ნაშრომის, ფსიქოანალიზის საფუძველი ჩაუყარა შარკოს ჰიპნოზისა და ისტერიის შესახებ ნევროლოგიური ლექციების თანაგრძნობით დეკონსტრუქციით. 1981 წელს თანამედროვე აუდიტორიამ დიუშენის ადამიანის ფიზიონომიის მექანიზმი ნახა, როდესაც წიგნი და მისი ფოტოები, ფრენოლოგიისა და ევოლუციური თეორიის ილუსტრაციებთან ერთად, ეკრანზე გამოვიდა ჯონ ფაულზის რომანის ფრანგი ლეიტენანტის ქალი კინოვერსიაში. იქ მთავარი გმირი ჩარლზ სმითსონი, ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც თავისი დროის მამაკაცების უმეტესობის მსგავსად ჯერ კიდევ ლავატერის ფიზიონომიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ცდილობდა გაუცხოებული ქალის ნამდვილი ხასიათი მისი გამომეტყველებიდან განემართა. შესაძლოა, დიუშენის წვლილი ხელოვნებასა და მეცნიერებაში ყველაზე უკეთ გავიგოთ რობერტ სობიეშეკის წიგნში ნაჩუჩში მოქცეული. ვიდეოს დასასრული. მადლობა ძვირფასო ხალხო ასეთი გულყურით მოსმენისათვის. ერთად ვილოცოთ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა მტკივნეულ ცხოვრებას განიცდიან. ყველას ჯანმრთელობასა და მშვიდ სიხარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ. მომავალი წინააღმდეგ უფრო მეტი კეთილი სასწაული მოხდება თქვენს ცხოვრებაში.